ამ წუთას არის 29 რიცხვი იანვარი. დრაგის დღე, მაგრამ ჯერ არ გათანებულა. საათი არის 02:50 იანვარი. და ბუბუ მირეკავს, რომ ბანზე ძრავი გავხეთქეთ ისევ რა. და პროფილაქტიკაში მოდიო, კადრები გადავიღოთ. Nice. წავედით, აბა ერთი რა ხდება. არა. არ მასვენებს განთი. სად არის ბუბუ? აქ რა ხდება ძმო? შენ ბიჭო, ხამი არ იცი, დღე არ იცი. არ ვკითხო. რა ხდება ძმა? აჰა, შენ მიკროფონი და გაგიშვი ზონა დაიღე ყველაფერი. კაროჩე. ბიჭო, რა მოხდა? ბუზზე პრობლემა ხო გქონდა რა? M3-ის ყველაფერი ხო გადმოვიტანეთ რა, ამაზე რა ქვია, Sorox-ი. კაროჩე, წავედით ბანზე, ყველაფერი გავასწორეთ, ბუსტის აკაიფოთ, მაგარ დროშიც გავიარეთ და ბაევოი მაპი, რომელიც მქონდა, ანუ ნახევარფინალი და საფინალო მაპი, ეხა ყველას აქვს შენახული რა ხვდები და მაგ მაპით მეთქი ერთს გავივლი, რა დროში გაივლის თქო რა და კაკრას რო ტრიალდავი და ხიდის ქვეშ გამოვიარე, კედელთან ახლოს ვიდექი, რაღაც არასასიამოვნო ხმა, უცხო ხმა მომესმა, იმიტომ რომ იქ ხმა არ ქონია არაზრს ამანქანას ხვაზე ხარ და გავაჩერე რა ტრასაზე რო ამოვედი და აი 2000-დან 2500-მდე აბაროთ უთამაშებდი და ეგრევე კლადიშმა წამოიღო ხმა არა და აღარც დავაჭირე, წამოვედი პირდაპირ გამოვასხით, ჩამოვიღეთ, ამოვიღეთ ძრავი, ყველაფერი გავატიტვლეთ, მანქანა რავი, ძრავი ისე ეს და კარტერი რომ მოხსენი ტოქში 3 ლიტრა ზეთი გამოვიდა რა. იდეაში არ დააკაჩავა თუ რა? არა, ანუ დაკლებული ქონდა. ეს ძრავი ჩვენ ხო ავაწყვეთ ნაყარ-ნუყარა ნაწილებით რა. მაგის ბრალია? არა, მაგის ბრალი არა, ცოტას ბოლავდა რა, კლაპნის სანიკების ენდი პრიცილკე ისინი რო არ გავიკეთებია, ცოტას ბოლავს ავროთ იკლო და კარტერზე დაჭიკირა საყენია, გამოყლებდა ეგ რა და არაჩვენა იდეაში ზეთი რო დააკლდა რა. იდეაში ჯერ კარტერის დაჭიქს უნდა დაეწერა რომ მინიმუმზე იყო. შეჭამა რომ ზეთი აღარ იყო მოტორში? 3 ლიტრა იყო სულ ჩადის, ბოლომდე დაშლილში 8 ლიტრა, მიხვდი? შეძრო ცვლი 6.5 ხამ, მაგრამ 3 იყო დარჩენილი რა. ანუ იქ ეხა ცოტა ძრავშიც იქნება შერჩენილი, მაქსიმუმ 9 ლიტრა, 4 ლიტრამდე ზეთი იყო ძრავში რა და მიზეზი ერთ-ერთი პირველი მიზეზი იყო ეგ ზეთის ნაკლებობამ. თან პირველ მეორე ცილინდრისკენ მაგას მეხუთე მეექვსე ცილინდრზე უყენია ზეთის ნასოში და პირველ მეორე ცილინდრზე იყო იმენა მოჭერილი რა და მაქსიმალურად შევეცადეთ ახლა იტოქში პორშინი გალოკა რა ვხადეთ, პორშინი ქვემოთ ჩამოვწიეთ, შატუნი ისე გამოვაძრეთ, რომ გალოკა რა გვეხადა და კიდე ზედმეტი დრო და ნევრები და გამისცენება კლადიშემა მოუჭირა კალენვალს რა. და კალენვალი გაფუჭდა? კალენვალი გაფუჭდა და 2 ცალი შატუნი. ნუ მიყვა ისენი კლადიშები რა და ეხა მაგას ვამბობდი გალოკა ზახთა არ გვინდოდა, ხო ხვდები ძალიან გაგვეწელებოდა დროში, შეიძლება ვერც მოგვესწრო, ნუ კი შეიძლება მოგვესწრო, მაგრამ შეიძლება ვერც და მაქსიმალურად შევეცადეთ პორშინი ჩამოვწიეთ და ისე შევცვალეთ შატუნები რა. ეხლა მე მგონი დაწყებული აწყობა ხო უკვე? ხო, ჩვენ აგერ უკვე სამზაზეთი გვაქვს, რაც უნდა წავიღოთ ხვალე დრაგისთვის, ჩავალაგებთ, სპირტი ჩავალაგებთ, წყლებს ჩავალაგებთ, ამ ჩვენ ნაწილებს ჩავალაგებთ, რაც შეიძლება რომ დაგვჭირდეს, მაგრამ იმედია ესენი არ დაგვჭირდება. და რავი რა, ესეთები ხდება რა. ხოძზე ყოველთვის ვარ ჩვენ გული არასდროს ზადნია რა. არა, ზადნი სადაკო. მანქანასაც კი არა ვაიწყეს. გავუქმე ხო? ერი. ბაბში არ არის, ხო, საერთოდ რა. კაროჩე, ესეთი სიტუაციაა რა, მინდოდა ხვალინდელი დღე კაი ამბებით დამეწყო, მაგრამ აგერ იდეაში ეხა მეორეჯერ გავმაზე ფეივერკები რა. ბიჭო, არადა რა გითხარი, ხო, მეთქი წამოთქო, მაგრამ ხვალინდელი დღეისთვის კიდე ძალიან ბევრი საქმე და ძალიან ბევრი შრომა გვექნებოდა და ჯობდა სახში წასულიყავი და ჩვენ თემას მიგვეხედა.
მაგრამ ხდება ხოლმე რა, ეს პირველია რა, მეგობრებო, ამას უკვე შეჩვეულები ვართ, შეგუებულები ვართ და ეს ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრებაა რა და ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას გიზიარებთ თქვენს მეგობრებო და შესაბამისად გამოიწერეთ ჩვენი არხი, ძალიან ესეც და სხვა მრავალ მაგარ ვიდეოს დავდებთ. ხო, მხარდაჭერა ნაბილად არ გვაწყენ და იმიტომ რომ აი ესე ღამეებს ვათენებთ, წვალობთ, პროექტებს ვაწყობთ და დრაგის წინა 5 დღე იქნება თუ ბოლო დღე იქნება, ახლა აი ხვალ დრაგია 8 საათში დრაგია და ძრავი დავსტუკეთ რა, დაისტუკა. და ეხლა ვაწყობ ძრავს, რომ ხვალ მიასვაროთ. ანესთეზია გავუკეთეთ მე-50 ფრანკი. ეგრე ავაწყობ, ხო, მაშინ და შევაჩვენებ პეტროს რა. დაჟე შეხორცებულიც არ ქონდა წერილობა და ეხლა ნაკერებში ეგრევე ახსენეთ. მე იმენა მოხიბლული ვარ შენი შემართებით რა. რო არ ნებდები, მე ეგრევე დავანებებდი თავს. ერთი ორე. როგორც გადაყვიდა. ძვეჭი ძმო, საღო. რა ეხლა მთელი თარი, მთელი. რა ვიცმა, ძრავი არა, რომელი საათი ამოი. გვაჩვენე რომელი საათია. საათი. 4 საკლია 15. ცა და საათი. ცა. აიგა. ну გოზუნავ ჩემს რა წვეჭი. მარტო ну გოზუნავ ჩემს. ჯიგარი ხაცმა. მესამე ღამეა, იმენა აღარ მიძინია რა. წუხელი მეძინა. წუხელი კი არა. ო. 2 საათი და მაგარი გათიშულები ვარ ყველა. აი პალეცის ამოგება ამოგება მარტივია შეიძლება ასე. სიზნელი უნდა გიყვარდეთ ცხოვრება. მახსოვ თუ აქ არის ყველაფერი. აი მაქვს კი არა ამ ძრავმა ძმაო. გუში წინ დილიდან ეს საღამომდე იმხელა წინებებია და ჩემი დედაოთე ვაფშე როგორ თქვა მიხარია შატუშულად აკეთებდი. ატიოს სითხეც რო ყოფილიყო ხო კი აიტანე. 50 რა ხუიოზნად მე მანომეტრი რასაც ხხელობები რამდენი დადო და რა ვაჩი. მაზარია რა. დაჟე ამ დროს ფუტბოლი შეიკავ. აი სისონეში გადაიღებს რა. აი ეს ადგილია მოღუნული. შეწეული აქვს მუცელი ხო? კი აი ესია. აი ეს აქეთ რო იმჩნევა. ხო. აი ხა ეს ისე უნდა ჩააყენო? აბა მე რა ვიცი ძმა. მე ვიცი გადაღებ. იმენას რა, იმ რო ჩავდოდ ეხა როგორც აიღავდი რა მოასწრო კლადიშმა დასტუკვა. თორე უეჭველი გაწევდა რა. ეხა ამ წნევაზე აღარ გასწევდა რა წნევითაც დავდივარ. მოსდო ოვერბუსტი მქონდა რამოდენიმეჯერ და მაგან უეჭველი ძალა დაასწრა. ვერც დავიძინეთ. განა მარტო მე თქვენც. აი ტრადიცია რამეს თუ არ გააკეთე. ეგრეა ხო. სტროგად სრულდება ყველაფერი. დამძიმებული. ან ათენებდა იგებ, ან არ ათენებდა ვერ იგებ. საყურებლად მიდიხარ. საყურებლად მიდიხარ. ბიჭო, მე რეაქციის დონე არ გიქოითდება? უძილო რო ხარ. კაროჩე იქ რო დგები, იქ მეორე ცხოვრება იწყება. შუქნიშანთან მეორე ცხოვრება იწყება. აი ყველაფერი იმენა ვაფშე მიდის ხრება. და ვაფშე სხვა ცხოვრები ცხოვრობ რა. აი სამ ყვითელს რო ხედავ და მე რო ისე მწვანე უნდა აინთოს, ვაფშე სხვა სამყაროში ხარ. ხო. და უკეთესი რეაქცია გააკეთა. ადრე იფიქრე. შეიძლებოდა აი რომელიმე ენერგეტიკული რეკლამა ყოფილიყო. რომელიც ჩვენ ღამე სასიცოცხლო შენ არის ეს ენერგეტიკული რომელსაც ვსაუბრობ მთელი ღამე გვეღვიძოს და ხვალისთვის
ისეთ შემართებით იყოთ, როგორც საჭირო. ერთი სასიამოვნო ბიჭო მომისმენ. თქვენ რა არის ბიჭო? კაი, ამასაც დავონები. სპონსორ ჩალიჩო? არა, ყოლა მე კიდევ სულ. კაი, მოდი ერთ წამი, მოდი, ახალი სიახლე გვაქვს თან ჩვენ მაყურებელსაც გავაცნოთ, ყავს სპონსორი მეორე დაგვემატა პორტალი. სუპერიც გავტესტეთ პორტალის და პორტალის სუპერითაც ვიარეთ და ძალიან მაგარი შედეგები, ძალიან მაგარი ოქტანი, ძალიან მაგრა იჭერს დაჟიგანებსაც და ყველაფერს რა. ხო, მაგრამ ხო შეიძლებოდა, არა რომ სასმელიც ყოფილიყო? რავი, ალბათ ენერგეტიკული კი, დრაგზეს სიცხეში. შესაბამისი ენერგეტიკული გავუძლოს ჩვენ ენერგიას და ანუ აი ამ ძრავის და ამ ძრავიდან გამომდინარე ჩვენი ენერგია და ესე უძილო ღამეები და აქ რა ხდება, რაც ქვია რა ხდება. ფრანკენშტეინი ისევ ხოთზე. მეორე სერია. მეორე სერია. აუის აღზევება, ჭრიჭინა 2. ამას ხო გამოჩნდება. ვინი ჭრიჭინი. იდეაში ეს ჩვენ ბანზე უნდა გაგვესკლიცა. და გაგვესკლიცა თავისი ის აქ რო იცოდეთ, ეგ რას გახეთქვას ნიშნავს. გახეთქვა. თუ რამე მომართეთ და შემიძლია. ისე ხო თქვი შენ წინა ვიდეოში. რა? შენ გადაღებულ ვლოგშიო გავხეთქავ. იმენა უნდა გაგვეხეთქა, მე და მახო. მე და შენ უნდა გავხეთქოთ ეგ ძრავი, ხო? კამერამენმა ხელი ჩამოყარა. სიტყვის კაცი ხარ, ძმაო, შენ ხელი უნდა ჩამოგერთო. ხო, მაგრამ არ გამიხეთქია. გავხეთქოთ ჩვენ სვანაირად ვიცი და თან ისე უნდა გავხეთქოთ რასპედვალი და ვანუსიც რო არ გადარჩეს, ხო? ისინი ეხა შენ ბაინდან ვერა გამომყანე ამოხაით რომ რაღაცა ხმაყდა და ეგება ეგ სიტყვა მარს მადრესასრულესო. შენ ეხა ბევრი გექნება ეგეთი ნახე 2000-დან 2500-მდე რო ხმას იღებს და მე ჩუმდება მასე ვერ გავხეთქავთ ეხა ვთქვათ რომ მოვინდომოთ უნდა დავაჭიროთ მაშინ და ჩაულესოთ შიგნით ყველაფერი და ჩვენ უნდა გავხეთქოთ აი ჯანიანად რომ მივდივართ ხო იცი 200-დან ზემოთ 200-დან ზემოთ აი რომ გასკდება და არაფერი აღარ და აი პადიონის აწევას რო აღარ მოგვიწევს ხო ძრავის ამოსაღება და აი ეგრე უნდა მოვიყვანოთ რა გაგუსკდა საცხოვრაგზე გოროვანში რო ჩამოვიდა კი აუ ეგ მაგარი кайფი არა, აი ბუბუსთან. წამოდი გაკრას რა გინდა. ზოგადად სიტყვას ასრულებ ხოლმე. ხო? ალიო. ჩვენთან არის ახლა კლადიშებს აყენებს და მალე გამოუშვებთ რა. კი, არ არის პრობლემა. ბუბუ. მაშინ გახსოვს რა ბაზარი იყო? ბანზე. რო დამიტრი, ძალით. ხო. წესი ცოცხლაკრიც. წამო გაგათბო და ცოცხლიკი მოგვეკითხა გაკრას. ლამს მართლა გავუთბიჭი. აი, რა გინდა. ნახოთ სოროკი როგორ. აუ ეს დამნეული დარბოდა, შენ ძმობას ვიცავარ. კაროჩი ცეცხლმაქრი მე რომელიღაც მანქანაში გადავდე ხო? არა, მე გეტყვი როგორ იყო. მე ცეცხლმაქრი მე მქონდა და ჩემი ძმაკაცის მანქანით მოყვებოდით სულ უკან. და შენ რო შენთან გადამსვი, ეს ცეცხლმაქრი დავტოვე იმ მანქანაში. ის მანქანა ისევ ჩვენ მოყვებოდა უკან. კი. ეს ძრავი რო გასკდა და ბოლი რო იყო, ამან გაგვიკეთა ჩვენი აბგონი, ისე რომ ვერ გავიგეთ და წინ ჩადგა და მე რო ცეცხლი დავინახე, მე მგონია რომ ეს მანქანანი უკან. ხო. და გავრბივარ უკან, არ არის ბიჭო და გავიქეცი 1 კილომეტრი და არ არის ეს მანქანა. მეთქი წვეჭი და თან უკან არაფერი არ ჩანს. მახოც აღარ ჩანს, მანქანებიც აღარ. ჩამოვედი ამ მანქანასა ეს ცეცხლი უკვე ჩამქრალი იყო, ყველაფერი კარგად იყო, პროსტა მახო იყო დაღაში მეკერაფერი. M3 ძრავი გავაფუჭეთ რა ადრე 1 წელია ხო გასული პაჭტი 1 წელი იქნება. სულ აფუჭებდა და გაგიკეთებია. ბიჭო, ბევრი რამ გამიკეთები. წორებაში რა ჩემი კეთილი გული ზედაც ვატირეთ არა. ჩვენ არ დავანებებთ, არ შევეშვებთ. გვარდება. რაც უფრო მეტ პრობლემას ვაწყდებით, მით უფრო გვიყვარდება, იმიტომ რომ პრობლემა თურმე ჩვენშია, უზეთოდ დავდიოდით, რა გვინდა მე-58. ბიჭო, ისე როგორ არაანთო ჩემი დედა სამი. არაანთო, აი, ეხლა ბაზარი არაანთო, მაგრამ იძახი რომ ბოლავს. ანუ ავტომატურად იკლებს. ერთხელ აზრად რატო არ მოგივიდა რომ ზედ დაგება. ბიჭო, უყურე, გიორგამ კატამ რა, ერთ დღეს შეამოწმა ზეთი. რაღაცა რაღაცა საკეთებდა და ჩაჯდა მანქანაში და ზეთი შევამოწმა, კარგათაო და რავი, შეამოწმა, კაი, დავდექი და მეც კარგათაა. ხო რა. 0.20 ეს ხა, ეს ძრავი რო აეწყო იმის მერე ზეთი არ შეცვლილა. ვაფშე საერთოდ.
და ეხა ამ ზეთმა ხარისხი რო დაკარგა, იასნია მე მარტივად დაიკლო. ანუ ეს ზეთი ეხა აქ უცებ გაქვს რა. ხვდები, ანუ მარტივად დაიკლო, მე გაბანძებული ზეთი თორე ახალი რო ყოფილიყო, მაინც არაფერი არ მოვიდა ჩემს. ეხლა ვფიქრობ, ყველაზე უკანა შატუნები რაც არის ნასოსი და ანუ ბოლო ზეთის მოშორები, ხო? რაც არის, იქ არის შრალას ნამუშევარი. და ეხლა ვფიქრობ, მახო რო ავაწყობ 5.40 ჩავასხა რამე რა. ანუ 5.30. 5.40 გავუშვათ. კი არ ვცვლიო ზეთს. ზეთს არ ვცვლის, მოუ დაიქცა. დაიქცა. მართლა არ ვცვლი, იმიტომ რომ დაიქცა და ეხლა უზეთოთ ვერ დავქოქავ ფიზიკურად. სიტყვა შესრულებულია, მე ზეთი არ შემიცვლია, ჰა, ყველა მაგას მეცვლა. ხო. ნეტა შეგეცვალაო არ მოგივიდო და არ შემიცვლია. წინა ვიდეოში მახო აკეთებდა გალოვკის და ნიზის წინა შუბლის შლიპოვკას, ხო? შუბლი რო ბლოკი რო წაიგეთ გასაშლიფოვკებდა. ეს შუბლი უკვე არას ეფარება. ეგ არ ქონდა წაღებული და 0.16 იყო გათვლილი და ეს შუბლი ავტომატურად მაღალი იყო. და იქ გააშლიფოვკე, ხო? იმ ამას შუშაზე რო აშლიფოვკებდი რა და ხო და დღეს ეხა აკეთებს კალენვალის გაპრიალებას რა, რო იცოდეთ ხალხო, მახო აკეთებს კალენვალის გაპრიალებას და რავი, მითითებული იქნება მახოს ნომერი და თუ დაგჭირდებათ, შეეხმიანეთ. ვარს არ გეტყვით. 2000-იანი შკურკა, 2500-იანი იქონიეთ ხოლმე და თან როგორ ზომავს კლადიშის ზომაზე ნახე. ბიჭო, მეორე დღეს მართლა დამირეკა ვიღაცა ჯიგარმა, ოღონდ სვეტში დედას გეფიცები, არ ვიცი ეხლა თქვენ ხوار მეკაიფეთ. არა ძმო, რამდენი წელი ამ საქმეზე ხარ? არა, ძრავის აწყობის საქმეზე თორე გალოკის შლიფოვკებზე გია. შლიფოვკებზე ხა ახალი დაწყებული მაგ ჯიგარო რაღაცას შევჯერდებით, მე რაღაცა იქნება რა. ეს არის ჩანაძირი, ანუ ჩანაძირი მანქანიდან ამოღებული ძრავის კალენვალია და ცოტა ჟანგები აქვს და ეხლა 2000-იანით მოვაპრიალებთ რა, რომ არც არაფერი, მაგრამ მაინც გადავაპრიალებთ რა. გამოხმარები? კი, რა უნდა გავაკეთო? დავიკაო? პროსტა ხელი მოგიხდე ხო? დავა. რომელი იყო? ეს დაიჭირე. კარგად უნდა დაიჭირე. დავა. როგორ რატო კითხულობ, წვიმაში ხوار უნდა ჩუბოს. სადმოდა ჩართოთ მას რა. ო, კი, ტელეფონები გაქვს და გარეთ უყურებთ აქ. დამჩება გადასაჭერი გრადიშვე რაცა იქნება. ბიჭებმა გამოგვიშვა ზედზე რა. ჩასასხმელად ჭირდება, თქო, მოდეშებზე უნდა დაასხას და ბარემ ავიღოთ ეხა და მაგის და უბრალოდ ზეწეული 5.40-იანი რა. არა, ეგ არ გვინდა. ჩვეულებრივად ონლაინი ავიღოთ. 0.30 5.40 ჩავასხათ ეხა რა, 0.20 ხო ეს ხა 0.20 ძალიან თხელია რა. 5.40? 5.40 გავუშვათ რა, უკეთესია. თან ეხა სალნიკები და ესენი ვარ გოხნოგას დაცლილი და აი ეს თვითონ იყოს. 5.40 ჩავუშვათ და ბარემ ზეთი ავიღოთ ძალიანად და თან რამდენი გვინდა? მე მგონი 6. 7 ავიღოთ ფლად, სულ რა. აჰა, შენ ჩემო ძმა. რაზეც 5.40. 5.40 და ვაწყობ და მაგას თუ ვასხავ. აქ უკვე რეკლამა გავაკეთეთ. მაგრამ მაგას რომ მე ბენზინით ჩამოვრეცხავთ? არა, მე ხო კლადიშებში ვასხავ, იქ ხო ვერ ჩამორეცხავ რა. მე პროსტა ჰაერითაც იმას ვიზავ, აქ არაფერი შუშკა არ არის. პროსტა ჰაერით მეყოფა მე სიტყვაზე რა. იმისთვის რომ ნასოსი კარგათაა? არ ჭირს არაფერი. ნახო, ამასაც ნიუტონით მიყოლა უნდა გადაჭერა თუ პირდაპირ ერთს დაუჭერდოს? არა. რა ვიცი. შენ გონია ვიცი? მაგია მოჭერი რა.
დღეს არის 29 უხეში დრაგი. ნახავდით ვიდეოში წუხელ მთელი ღამე გავათენეთ, ამდენით დავქოქეთ ჩვენი 340 და ბოლო ბაჩოკის დაყენება დაგვაუწყდა ფიზიკურად როც არ მქონდა და მოვედით და გვითხრეს რომ ხიდის მერე მაქვს, ანუ აი უკანა კრილო რო იწყება, მოდი ბესო. აი აქ მაქვს გადახსნილი ბოლო ბაჩოკი, პროსტა ბოლო ბაჩოკი არა, ყენი არა და მაგაზე გვითხრეს თუ არ დააყენებო, ვერ მიიღებ მონაწილეობასო და ეხლა ძმაკაც დაურეკეთ, თემქიდან მოაქვს ბოლო ბაჩოკი, იმედია მოვასწრებთ, ეხლა გახსნა არის და მერე დაიწყება კვადროები და ტოპ 32-დან არ გვიწევს, ტოპ 16-დან გვიწევს პირველი გარბენი რა ჩვენ და სადღაც 9 საათი 40 წუთი გვაქვს რო და მაქსიმალურად შევესწრებით რომ ბოლო ბაჩოკი დავაყენოთ და დღეს ძალიან მაგარი შედეგებით ვიასპარეზოთ, მიუხედავად იმისა რომ ამდენ პრობლემაში გავიჩითეთ ამ ყველაფრის გამო, იმდენი რაღაცა გადავაკეთეთ და დღეს მაინც მაგარ ხოთზე ვართ და ვამაყობ ჩემი მეგობრებით, ჩემი ძმაკაცებით და ზოგადად ვაფშე ვინც კი გვერდში გვიდგას ჩვენ ყველათი რა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბიჭებო თქვენ ყველას. რაღაც ბაჩოკი მიგიყენებია. ხო, აი მახო მაგერ ჩვენმა ძმამ თავის M4-ზე აი ამ ეს დააფიქსირე აი ამ M4-ზე მოჭრა ბარგალკით გადაჭრა ესე და მე ჩამოაგდო დავლა და ჩამოვყიდეთ რა და ჩვენიც გზაშია თუ მოვასწარით სტოკთან შედარებით ჩვენი ცოტა მჩატია და შევესწრებით მაქსიმალურად ჩატება და ხო აგერ იქაა ძმა ისვენებს. გუშინ მახოს არ უძინია კალენვალის იმას აკეთებდა რა ქვია გაპრეალებას და ეხა ეგ კოდუამ გამოგატანა გიო? გასაღებ მომცა და მე წამოვიდე. რაც მინდოდა წამოვიდეთ ხო? რავი ჩამოვკიდეთ რა უკვე პრობლემა აღარ არის რა. თუ ჩვენი მოესწრება ჩამოხსით ჩვენს დავაყენებთ. გზაში ანუ მოდის ხო? კი, უკვე მოსულიათ ის რა წუთის უძე შემო. ხო არა. გუშიტელი მოიტანა. ო, მაგრამ უცხო ბუბუ! ბუბუ! აი ჩოჩე ცოტა. ცოტა აი ჩოჩე. კაია. კაი. დროზე შედი, მიდი ბოლოში. მოვიდა ჩვენი ბაჩოკი? კი, დავაყენეთ უკვე, ხოდზე ვარ. ო, კადრებშიც გადა. ეხა ჩვენი ძმაკაცი გამოდის აგერ 340 და უბალეში ყავთ მაგას. ნუგო, სტარტის ხაზზე რო გაჩერდები და გაგასწორებს რა, ნეიტრალში მაინც გადაიტანე, აგაზავი რომ იატი დაბლა წამოვა. ვიდეო ცოტა ხანი. ადრე კაპოტი ახადე ბიჭო, რა გჭი? ვის უდგები? ვის ამას უდგები? 240. შუქნიშანზე ამ გიდრომუტით არ ვარ ნადგომი და ისკენ ცოტა იცი რა ქენი? რო ჯერ ცოტა გვიანდა იმას ქენი რა ძალიან სწრაფად გადადის და იგე? ხო. და მაგითო. შევიდეს უთხარი რომ გავგური. შიგნით შედი რომ გავგრილდეთ. ძალიან მალე დაიწყე შენ და მაგითო გადადი.
დაგადა. რაღაც სტარტი ცოტა დააგვიანე, ხო? ბიჭო, ამ კოლოფით და გიდრომუთით პირველად ვარ შუქნიშანთან და 1-2-3 გავლა, მინდა რომ დავამუყამო რა. ამის მონაცემები, იცი? 10-7-10-8-ში დადის რა. 9-8-ში გავიარე მე ხა. აი, მაინც ეს არის ლაითი მაპი, ბაევოი მაპი ფინალებისთვის რო. იტოვებ, ხო? ბუბუ მეორე ფოლსტარტი ქონდა ხო იმას? ვის? ვისაც დაუდეთ? არა, არც ერთი არ ქონია ფოლსტარტი. აბა მაგრად სტარტებოდა. შენ იმენა მაგრად აგვიანებდი რა. შენ რა მანქანა? ბიჭო, ამ გიდრომუთით პირველად ვარ შუქნიშანზე და პირველ ყვითელზე რო ტორმუზგაზზე დავდექი რა. ეგრევე გამექცა აბაროტი და მე მეორე ყვითელზე დავდექი და ბუსზე აღარ იყო რა. აი რაღაცა უფრო შუალედი უნდა უპოვო. და ეხლა რას აპირებ? ცოტა უფრო ძლიერებს რო შეხვდები ეს სტარტის თემა არ გვაქვს. ძლიერებისთვის ძლიერი მაპი მაქვს შენახო. და ეხლა გამოვიყენებ კაკრას Mercedes-თან მაგ მაპს. დატენილი ხო? რომელს ხვდებით? Mercedes. რომელ Mercedes? რავი, Mercedes-ია, ჩემთვის ყველა Mercedes-ი. მოდელები არ ვიცი. მოდი ჩემთან ტახომეტრი დააფიქსირე. აი ეს. მეორე მაპში მაქვს ეხა რა. ეს არის ლაითი მაპი. ეხა ჩამოვიტან ბაევოი მაპში, პირველი არის ბაევოი მაპი. ბაევოი მაპი არის პირველი რა და ეხა ვაჭერ პირველად ბაევოი მაპით რა. თუ სტარტი კაი გავაკეთე, ძალიან მაგარ დროში უნდა გავიაროთ რა. წავედი. Arom gagapucha. Caro. იზრება ვაფშე? ამის და შევეცი, რავინე. ჩვენ როგორც ყოველთვის პრობლემები არ გველევა. ბესო წამო. არ გველევა პრობლემები იქიდან გამომდინარე, რომ სტოკი ძრავით ვართ, სტოკი კოლოფით ვართ და ყველაფერია მაინც მოსალოდნელი და შესაბამისად ეხა ამ დრაგის მერე ჩვენ წინა ვიდეოც დავდეთ, რომ ჩამოსულია კოკა ნაწილები, ჩამოსულია კოლოფის ნაწილებიც. ამ დრაგზე მაქსიმალურად გვინდოდა, რომ გამოსულიყავით გვიასპარეზა და მოსაგებად ვიყავით მოსული, მაგრამ ვერ მოვიგეთ. არა უშავს, ჩვენ გულს არ ვიტეხავთ. ამ დრაგის მერე ამოვიღებთ ზრავს მანქანიდან, მოვხსნით კოლოფს, ჩავალაგებთ სტეიჯებს, ავაწყობთ კოლკა ზრავს და დავიწყებთ უკვე მსოფლიო რეკორდების მოხსნას და ამასობაში სექტემბრის დრაგიც მოვა და იმედია სექტემბრის დრაგზე ამდენი ნაწილებით კოლკა ზრავი და სტეიჯი კოლოფით პრობლემები აღარ გვექნება. ეხა რადგან სტოკია, მაგიტო გვაქვს ამდენი პრობლემები, იმიტომ რომ სტოკიდან ძალიან ბევრს ვითხოვთ და როცა ძალიან ბევრს ითხოვ რაღაციდან, რაღაცას აფუჭებს და დანებებას არ ვაპირებთ. მომდევნო დრაგზე უკეთესად ვიასპარეზებთ და უკეთესი ჯანებით. ეხა არის ფინალური გარბენი კვადროების და სავარაუდოდ კი არა და ვიგებთ რა. პირველი ადგილი არის ჩვენი. როგორც გითხარი, 1000 პლუსია საბურავზე, 1019 დაწერა, ხო? ხო, 1019 დაწერა საბურავზე. ერთ-ერთი
M5-ია საქართველოში, რომელიც არის 1000 პლუსი და ერთ-ერთი M5-ია საქართველოში, რომელმაც ეს დროები დააფიქსირა ზოგადად დრაგის სერიებში. გავი Mercedes-ი ადრე წავიდა, M5-მა დააგვიანა, მაგრამ დაიწია და გაასწრო მაინც. რა რეაქცია ბუსზე არ გავიდა, ბიჭო. ბუსზე ვაფშე არ გავიდა. ბიჭო, რეაქცია ხომ არა ბუსზე გავიდა და მე ავარიულში ჩაუგდო. ადგილზე მეგათიშე გავარიულში. ლანჩზე გადის ავარიულში. და ლანჩი გექიშება რა, პიტა არც ბუსი აღარ. სალსია? სალსია ხო. ეს არის ნერვიული. ხო, ვაფშე ერთ-ერთია ხო? ხო, ვაფშე არის ნერვიულო ძმაო, ჩათვალე ტოპ 32-ის გავლა გაქვს რა. საერთოდ არის ნერვიული. დამო. გამოუშვი. გამოუვიდა. 5 წუთიანი აიღო გაგრილების ფონჩი, რა წეღან ავარიულში ჩავარდა და ძალიან გადაწყელდა იას. თითით ერთია, ფინალური ზაეზდია. და უეჭველი ვიგებთ რა. ეხა იმენა უეჭველი ვიგებთ რა. ეგა! Mercedes ჩეპე ქონდა, ხო? კიდე ავარიულში ჩავარდა, პროსტო იმან იჩქარა და დააფოლსტარდა, თორე მოიგებდა Mercedes. ძალიან იჩქარა რა. მოვიგებ. ერთი მანქანით მაინც მოვიგებ, ორი თუ არა ძმაო. აბარა. გილოცავს ძმაო. ნახავთ მეგობრებო, ფინალურ გარბენსაც ჩვენმა მანქანამ, ABB Performance-ის მანქანამ აიღო პირველი ადგილი, F90-ია M5 1000 პლუსია საბურავზე, აწყობილი მანქანის რეკორდი მოხსნა რუსთავის ტრეკზე 9:03-ში გაიარა. დანარჩენი ჩვენი გარბენებსაც ნახავთ ვიდეოში, ჩვენ რაღაც პრობლემა, კოლოფის პრობლემის გამო გიდრომუტა გაგვიფუშტა და ტოპ-8-დან გამოვეთიშეთ. დანარჩენი ჩვენი მანქანებიც, სტოკ ტურბოზე იყო და დიდად ვერ დადიოდა, მაგრამ რასაც დადიოდა იმ დროების იარეს ბიჭებმა და ძალიან მაგრა იარეს. მე კიდე გემშვიდობებით მეგობრებო, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გადააძიარეთ და ლაიქეთ და ვისაც გამოწერილი არ გაქვთ და ისე უბრალოდ უყურებთ, ძალიან დიდი ხონა იქნება რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. რაც შეეხება ჩვენი სპონსორია Indigo Cars-ი, ავტოიმპორტიორი კომპანია ამერიკიდან ჩამოყავს მანქანები. ჩემი პირადი გამოცდილებით მე მაგ კომპანიასთან თანამშრომლობ და გირჩევთ რომ თქვენც თანამშრომლობთ. ასევე სასიამოვნო სიახლე გვაქვს დაგვემატა მეორე სპონსორი, პორტალი და პორტალის საწვავი სუპერი ჩვენ დატესტილი გვაქვს უკვე. ძალიან მაგარ ოქტანს იკავებს და მაგაც იგივეს გეტყვით, თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ თქვენც გატესტოთ და აი ესეთ 1000-ხენიან მანქანებში ვასხამთ და მაქსიმალურ შედეგებს ვღებულობთ. გადააზიარეთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და მე კიდე გემშვიდობებით მეგობრებო. ერთხელ შემეშალა ერთი დღეა და ერთხელ შემეშალა. მეც აღარ ვიზამ.